და სხვა პრეპარატები კიბოს რისკს ზრდის. Ყოველ წლების სტატისტიკის მიხედვით, სიმსუქნებთან და ყველა ასაკობრივ ჯგუფში იმატა, შესაბამისად, უამრავი პრეპარატი შეიქმნა ზედმეტ კილოგრამებთან საბრძოლველად. Ვინდა რა შემთხვევაში უნდა გაიკეთოს გასახდომინებსები და რისთვის არის ასეთი მედიკამენტები აკრძალული. ექიმები, ენდოკრინოლოგი, მედიცინის დოქტორი ნინო ლომთაძე შემოგვიერთდა ჩვენი მონატრებული მეგობარი, რომელიც აი ამ უმნიშვნელოვანეს თემაზე გვესაუბრება დილამშვიდობის. უწევს პირველად ხარ ჩვენთან, თანაც დიდი ხნით დაგვიმშვიდობა პრინციპში რამდენიმე თვე. ვეღარისმენდა ჩვენი მაყურებელი შენგან სასარგებლო რჩევებს, თუმცა ახლა მნიშვნელოვანი თემით და მნიშვნელოვანი თემით ხარ ჩვენთან სტუმრად. მადლობა გადაცემაში მოწვევისათვის. მეც ძალიან მიხარია რომ კვლავ თქვენთან ერთად ვარ და როგორც ყოველთვის თქვენი გადაცემის თემა ეხება ძალიან აქტუალურ საკითხს, როგორც არის სიმსუქნე, ჭარბიწონა, ვინაიდან სამწუხაროდ და სავალალოდ მსგავსი პრობლემა ეხება არამედ საქართველოს, არამედ მთელს მსოფლიოს. თანაც სხვადასხვა ასაკში იმატა. იმატა მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ დღესდღეობით სიმსუქნესთან ბრძოლის ბევრი უკვე მეთოდი გვაქვს, ეს შეიძლება იყოს ჰორმონალური თერაპია, ინიექციური სხვადასხვა პრეპარატები, ბარიატრიული ქირურგიაც კი. მიუხედავად ამისა, მთელს მსოფლიოში სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში ხდება ჭარბიწონისა და სიმსუქნის მომატება. და აი ამასთან როგორც უკვე ვთქვით, ერთ-ერთი ბრძოლის მეთოდი არის საინიექციო სხვადასხვა პრეპარატები, მაგრამ ეს არ არის ის ჯადოსნური მეთოდი, რომელიც შეგვიძლია მიმართოთ, თავი ავარიდოთ ფიზიკურ აქტივობას, დიეტოთერაპიას და მივიღოთ სასურველი ფორმები და მოდით განვიხილოთ ერთად თუ რატომ. ზოგადად დავიწყოთ ახსნა იმით, რომ ჩვენს ორგანიზმში არსებობს ესეთი ჰორმონი, რომელიც გამომუშავდება ნაწლავებში, ნაყროვანების ჰორმონი ქვია, მარტივენაზე რო ვთქვათ ჩვენს მაყურებელს და ეს ჰორმონი ეხმარება, რომ თავის ტვინმა და ნაწლავებმა დაამყარონ ერთმანეთთან კომუნიკაცია. რომ აი ნაწლავებში შემოსული საკვები, რომ საკმარისია უკვე ორგანიზმისთვის, მიეწოდოს თავის ტვინს იმპულსი და თავის ტვინმა ადამიანს უთხრას, რომ უკვე საკმარისია დანაკლებულია ორგანიზმი გეხოს. და როდესაც არის სიმსუქნე, მსგავსი ჰორმონი ადამიანის ორგანიზმში აღარ გამომუშავდება იმ რაოდენობით, რაც უნდა გამომუშავდებოდეს და თავსა და ნაწლავებს შორის, თავის ტვინსა და ნაწლავებს შორის ეს კომუნიკაცია ირღვევა და ადამიანი იღებს იმაზე მეტ საკვებს, ვიდრე მას სინამდვილეში ჭირდება. და ამიტომ აქედან გამომდინარე, მსგავსი პაციენტებისთვის შეიქმნა მსგავსი ჰორმონის ანალოგი და უკვე ინიექციური ფორმით ხდება მისი, ესე ვთქვათ, გაკეთება, მაგრამ ყველასთვის ეს პრობლემაა არ შეიძლება. კითხვა, იწვევს თუ არა კიბოს, უბრალოდ ზრდის თუ არა კიბოს რისკს, ასეთი ინიექცია. მსგავს ინიექციებს აქვს ბევრი გვერდითი მოვლენა და მოდით დავიწყებ აი ამ გვერდითი მოვლენებით. ეს შეიძლება იყოს გულისრევა, შეიძლება იყოს პირღებინება, შეიძლება იყოს თავის ტკივილი, ძლიერი თავის ტკივილი, სხვადასხვა ინტენსივობის მუცლის ტკივილი შესაძლებელი იყოს დიარეა, შეიძლება უნებლიე დიარეაც კი იყოს ღამის საათებში. ასევე შეიძლება გამოიწვიოს პანკრეატიტი. პანკრეატიტი ეს არის კუჭუკანა-ჯირკვლის ანთება და მეცაც გეტყვით, კუჭუკანა-ჯირკვლის ანთება ეს ძალიან სერიოზული ჯანმრთელობისთვის პრობლემაა, ვინაიდან მან შეიძლება გამოიწვიოს დიაბეტი. და წარმოიდგინეთ, რომ ადამიანს, რომელსაც დიაბეტი არ აქვს, შესაძლებელია განუვითარდეს პანკრეატიტი, რის შემდგომაც უკვე მას განუვითარდეს შაქრიანი დიაბეტი. გარდა ამისა, მსგავსი პრეპარატები, როდესაც შემოდის და უკვე ჩვენ ვხმარობთ აქტიურად პაციენტებისთვის, ბუნებრივია მათ გაიარეს სხვადასხვა კვლევები და ამ კვლევებმა აჩვენა, რომ ვირთაგვებში გამოიწვიეს ფარისებრი ჯირკვლის მედულარული კარცინომა. ეს ძალიან იშვიათი ონკოლოგიური დაავადებაა ფარისებრი ჯირკვლის, ამიტომაც ის პაციენტები, რომლებსაც უკვე აქვთ მსგავსი დაავადება, ან მათ პირველი რიგის ნათესავებს, მაგალითად დედას, მამას, ბებიას, ბაბუას ჰქონდა გენეტიკური კი და ამიტომაც, როდესაც მსგავს პრეპარატებზე ვსაუბრობ, ძალიან მნიშვნელოვანია არამც თუ საკუთარი გენეტიკა, საკუთარი დაავადებას კარგად ფლობდეს ადამიანი და იყოს გამოკვლეული სპეციალისტის მიმართ, არამედ მისი გენეტიკაც უნდა იცოდეს, იმიტომ რომ გამოდის ჭარბიწონის პრობლემასთან ბრძოლის დროს, გარდა იმისა, რომ მივდივარ ენდოკრინოლოგთან, ექიმთან, სასურველია გენეტიკაც გამოვიკვლიოთ, რადგანაც დანიშნული, ასე ვთქვათ, პრეპარატმა არ გამოიწვიოს იგი ახალი პრობლემები. ახალი პრობლემები, იმიტომ რომ მსგავსი პრეპარატები აკრძალულია იმ პაციენტებისათვის და არ ინიშნება იმ პაციენტებში, ვისაც მაგალითად პირველი რიგის ნათესავებს ჰქონდათ ფარისებრი ჯირკვლის მედულარული კარცინომა.
და ამიტომაც ეს ინფორმაცია ასეთი მნიშვნელოვანია. პრეპარატების დანიშნულების გარეშე შეძენა თუ არის შესაძლებელი და რამდენად ხშირად მიმართავენ ადამიანები ექიმის დანიშნულების და რეკომენდაციის გარეშე ეს პრეპარატებს? სამწუხაროდ მარტივად მიუწვდებათ მსგავს პრეპარატებზე ადამიანებს ხელი და ძალიან ბევრი შემთხვევა ყოფილა, როდესაც ექიმის დანიშნულების გარეშე მიუმართავს მსგავსი მეთოდის მეგობარმა, მაგრამ და ამან გამოიწვია სხვა რიგი ჯანმრთელობის პრობლემები, იმიტომ რომ ყველასთვის ეს პრეპარატი არ არის და მეცაც გეტყვით, შესაძლებელი არამც თუ წონაში დაიკლოს, პირიქით შეიძლება დაასტიმულიროს წონაში მომატება და მაგალითად ჩემს კლინიკურ პრაქტიკაში ბევრი ყოფილა ესეთი შემთხვევა, რომ ექიმის დანიშნულების გარეშე მიუმართავს მსგავსი პრეპარატებისათვის და შემდგომ უკვე ექიმთან მოდიან იმაზე მეტი წონით, ვიდრე პრეპარატამდე გქონდათ. არა მარტო პრეპარატზე, არამედ ეგრეთ წოდებული დიეტების დროსაც, როდესაც ურჩევენ ადამიანები ერთმანეთს, ძალიან ინდივიდუალურად იღებს ამას ჩვენი ორგანიზმი, ხომ და ვიღაცისთვის სასარგებლო შეიძლება ჩემთვის ძალიან საზიანოც კი აღმოჩნდეს. რა თქმა უნდა, ვინაიდან, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ სიმსუქნეზე, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს არის ქრონიკული დაავადება. ეს არ არის უბრალოდ კოსმეტიკური დეფექტი და ამიტომაც ჩვენ აუცილებლად უნდა გამოვიკვლიოთ სიმსუქნის მიღმა რა დგას, რამ გამოიწვია სიმსუქნე. მაგალითად, თუ ეს გამოიწვია ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქციამ, რაც არ უნდა იდიეტოს, რაც არ უნდა დაუშვათ ეს ინექციური პრეპარატები გაიკეთოს ადამიანმა, თუ ფარისებრი ჯირკვალს არ უმკურნალებს, ეს პრობლემა არ მოგვარდება. თუ ეს გამოიწვია თირკმელზე და ჯირკვალმა, აი იმ ორგანოს უნდა მივხედოთ. თუ ეს გამოიწვია უბრალოდ ბანალური ზედმეტი კალორიების მიღება, აქ უკვე დიეტოთერაპიით უნდა მივხედოთ. გააჩნია რა დგას სიმსუქნის მიღმა. გარდა ამისა, თვითონ სიმსუქნე ასტიმულირებს ისეთი დაავადების განვითარებას, როგორიც არის მაგალითად უნაყოფობა, ონკოლოგიური დაავადებები, ნერვული სისტემის დაავადებები, გულსისახვრთა სისტემის დაავადებები. და ამიტომაც, როდესაც ჩვენ აქ ვსაუბრობთ სიმსუქნის მკურნალობაზე, აქ მიდის კომპლექსური მკურნალობა და არა ის, რომ ერთ რომელიმე ჯადოსნურ ინექციას ავიღებთ და აუცილებლად მივიღებთ სასურველ პრეპარატს. რადგან ეს პრეპარატი არსებობს და ექიმებიც მას ნიშნავენ, რა შემთხვევაში არის ეფექტური? პირველი მინდა აღვნიშნო, რომ ეს პრეპარატი ეფექტური არ არის იმ პაციენტებისთვის, ვისაც ჭირდება რამოდენიმე კილოგრამის დაკლება, მაგალითად 3-4 კილო. ან არა აქვს დაუშვათ სიმსუქნე და აი უნდა რომ რაღაც მისთვის იდეალური კილოგრამები და ზედმეტი კილოგრამები არ იმუშავებს ესეთ შემთხვევაში. მუშაობს ისეთ პაციენტებში, რომელსაც აქვს სიმსუქნე. უნდა იყოს პირველი, მეორე ან მესამე ხარისხის სიმსუქნე. თან მეცაც გეტყვით, რაც უფრო მაღალია სიმსუქნის ხარისხი, მით უფრო კარგად მუშაობს პაციენტი. ასევე ეს პრეპარატი რეკომენდირებულია ესეთი პაციენტების, რომელსაც აქვთ შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2, ან მაგალითად მორბიდული სიმსუქნე, ვისთანაც არ გაჭრა დიეტოთერაპიამ, ფიზიკურმა აქტივობამ, მაგალითად დიეტოლოგთან, ნუტრიციოლოგთან მუშაობამ არ მოგვცა ხანგრძლივი, ესე ვთქვათ, ეფექტი და ამ სიმსუქნეს თან ერთვის დისლიპიდემია, არტერიული ჰიპერტენზია, გულსისახვრთა სისტემის დაავადებები. აი ეს პაციენტები ხვდებიან იმ ჯგუფში, ვისთვისაც გამართლებული იქნება. მაგრამ თუ ამ პაციენტებს აქვთ მაგალითად ღვიძლის სერიოზული პრობლემები, აქვს მწვავე პანკრეატიტი, აქვს ფარისებრი ჯირკვლის მედულარული კარცინომა, ან ისეთი ენდოკრინული ჯირკვლების დაავადებები, მაგალითად როგორც არის ფეოქრომოციტომა, ის თირკმელზე და ჯირკვლის დაავადება არის, ხო? ასეთ შემთხვევაში უკუნაჩვენებია, რაც არ უნდა თქვათ მორბიდული სიმსუქნე ქონდეს პაციენტს. იმ შემთხვევაში თუ პრეპარატი გაამართლებს, ეს ნიშნავს იმას, რომ ის გრძელვადიან პერსპექტივაშიც გაამართლებს, აი მაგალითად თუ მაგალითად პაციენტმა დაიკლო წონაში, ახლა კარგად გრძნობს თავს, ჯანსაღად იკვებება, მაგრამ რაღაც პერიოდის შემდგომ კვლავ ჭარბი წონის პრობლემა შეექმნა. ძალიან აქტუალური და საინტერესო კითხვა, იმიტომ რომ პაციენტები ხშირად სვამენ ამ კითხვას და ძალიან მათთვის გასაგებ ენაზე, რომ ავუხსნა, ესე ვუხსნი, რომ წარმოიდგინეთ, აი დიასახლის, რომ დაულაგო, დაუსუფთავო გენერალურად სახლი და შემდგომ უთხრა, რომ აი ეს დაალაგებული სახლი, აბა ეხლა შენ შეინარჩუნე სისუფთავე. აი ზუსტად ესეა პრეპარატი ეხმარება, რომ ის ძირითადი მწვავე პრობლემა აღმოიფრას, მარტივად, უფრო მსუბუქად დააკლებინოს პაციენტს და შემდგომ უკვე ეს დაკლებული კილოგრამები უნდა შეინარჩუნოს. ესე არ არის, რომ აი პრეპარატით დავიკელით, პრობლემა მოიხსნა. პრობლემა არ იხსნება. ამით ჩვენ ვაკეთებთ იმას, რომ ვაგვარებთ დაუშვათ ინსულინის დონეს სისხლში, ვაკლებინებთ უსაფრთხოდ პაციენტს და შემდგომ უკვე დაალაგებულ მეტაბოლიზმზე წონის შენარჩუნება უფრო მარტივი არის. ჩვენ ინექცია
ინიექციები აღვნიშნეთ, ახლა სხვა მედიკამენტებიც არსებობს, რომელიც ასევე მედიკამენტები ჩაი, რომელიც კი ძალიან მარტივად ხელმისაწვდომია, სოციალურ ქსელში შეიძლება პირდაპირ შეხვიდე, აფთიაქშიც კი არ შეხვიდე, პირდაპირ გამოიწვია. სახლიდან გასვლაც არ არის საჭირო. ჩვენ არასოდეს მსგავს მეთოდებს არ ვურჩევთ პაციენტებს, იმიტომ რომ როდესაც პაციენტს ვურჩევთ რამე პრეპარატს, იგივე თუნდაც გასახდომს, მას უნდა კონდეს ზურგს უმაგლევდეს კვლევები და უნდა კონდეს დადასტურებული, რომ ნამდვილად აი ამ პრობლემისთვის ექიმი კარგად იცნობდეს, რა თქმა უნდა. თუ არის ნინო ექიმო მიდგომები ზოგადად შეცვლილი ან სხვადასხვა ჭარბიწონა და ასაკი, ეს იქნება მოზარდი, ეს იქნება შუახნის ასაკი თუ უკვე 45 პლუსი მაგალითად. სამწუხაროდ დღეს ყველა ასაკობრივ ჯგუფში დგას უკვე ეს პრობლემა, როგორც აღვნიშნეთ და ყველა ასაკობრივ ჯგუფში აი ამ სიმსუქნეს ახლავს თავისი ინდივიდუალური, ესე ვთქვათ, განსხვავებები. აი მაგალითად, თუ ეს დაიწყო ბავშვთა ასაკში, პუბერტატის ასაკში სიმსუქნე, ეს ხელს შეუშლის ბავშვის განვითარებას, ზრდას, სქესობრივ მომწიფებას, სიმაღლეში ზრდას შეუშლის ხელს. ძალიან პატარა ასაკიდან უკვე შეიძლება განვითარდეს შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-იც მაგალითად და აი ამ ასაკში ეს სირთულეების და სიმსუქნეს. თუ დაუშვათ უკვე მოზრდის დასრულ ასაკში განვითარდა, ეს უკვე ხელს უწყობს გულსიზრდათა სისტემების ჩამოყალიბებას. თან ძალიან ხშირად სამწუხაროდ, ხო, უკვე ზრდასრულ ასაკში ან ხანდაზმულ ასაკში მაგალითად პაციენტებს ისედაც აქვთ გულსიზრდათა სისტემის დაავადებები, სხვადასხვა ქრონიკული დაავადებები და ამას რომ კიდევ ზემოდან სიმსუქნე ან ჭარბიწონა ემატება, ეს ყველა არსებულ პრობლემას კიდევ უფრო ამწვავებს და შესაბამისად შეიძლება განვითარდეს მიოკარდიუმის ინფარქტი ან ინსულტი აი სიმსუქნით პროვოცირდეს. აი ასეთი ინიექციები ბავშვთა ასაკში თუ ინიშნება და თუ აქვს რაიმე ასაკობრივი შეზღუდვა, აი რა ასაკიდან შეიძლება დაინიშნოს, თქვათ რა ასაკამდე. ბუნებრივია ვისაც ჭირდება. ბუნებრივია, ჩვენ ბავშვთა ასაკში არ ვიყენებთ მსგავს პრეპარატებს, არის ტაბლეტირებული ფორმები, რომლებსაც მედიკამენტების შეიძლება აი 14 წლიდან შეიძლება უკვე დავნიშნოთ. და აი ამ შემთხვევაშიც უნდა იყოს ნივთიერებათა ცვლის დარღვევა, აი კონკრეტულად ვმკურნალობთ ჩვენ დარღვევას და არ ვმკურნალობთ უბრალოდ ზედმეტ კილოგრამებს. ძალიან ხშირად აი მშობელსაც გონია, რომ აი პრეპარატს თუ დანიშნავ, ეს პრეპარატი ინიშნება, რომ რამოდენიმე ზედმეტი კილოგრამის მოსწა. არა, ჩვენ ვმკურნალობთ იმ პრობლემას, რამაც გამოიწვია სხეულის წონაში მომატება. და ასევე მინდა აღვნიშნო, რომ კვებაზე და სწორ ფიზიკურ აქტივობაზე მოდის 70%-ზე მეტი წელი. დანარჩენი უკვე 20-30% არის ფიზიკური აქტივობა, სხვადასხვა მედიკამენტები, ტაბლეტირებული თუ ინიექციური ფორმა იქნება. თუმცა დასრულებულია ზრდა უკვე ადამიანის ორგანიზმში, ხომ და არა ბავშვობისა და მოზარდობის პერიოდში. და რა მინდა იცი კითხოთ კიდე არსებობს ინიექციები, რომელიც ლოკალურად კეთდება, ლოკალურ ზონებზე, კონკრეტულ ზონებზე, რომელიც კონკრეტულად შლის ცხიმს. აქაც შეიძლება იგივე პრობლემას წავაწყდე და იგივე პრობლემები გამოიწვიოს ადამიანში. მსგავს ეს ძირითადად უფრო კოსმეტოლოგიურ სფეროში მიმართავენ, რომ ლოკალურად ცხიმის მოპირვას ლიპოლიტიკები, რომელსაც ასევე აქტიურ პროპაგანდას ჩვენ არ ვუწევთ, ვინაიდან ცხიმი ეს წარმოიქმნება არასწორი კვებიდან და წარმოიქმნება ჰორმონალური დისბალანსიდან. ბუნებრივია იყოს ადამიანს სიტყვაზე კონდეს ღაბაბი. ესეც თუ შეიძლება კონდეს ეგრეთ წოდებული ცელულიტიც, ხო? ესე იგი მიუხედავად იმისა, რომ ადამიანს არ აქვს ჭარბიწონა, ძალიან ბევრ ადამიანს აწუხებს ეს და გენეტიკურად არ არის მიდრეკილი ესეთი ადამიანები, მაგრამ ესეთი ადამიანი იკვებება არასწორად. მაგალითად, მიირთმევს დიდი რაოდენობით ტკბილს, არძინავს ღამით, დაუშვათ მიირთმევს ესე ვთქვათ, გაზიან ტკბილ სასმელებს, ხდება ცხიმოვანი ქსოვილის ანთება, უხეშად ვთქვათ, ჯირჯდება ცხიმოვანი ქსოვილი და თუნდაც გამხდარი ადამიანი წონაში არ იმატებდეს, მაგრამ გაუჩნდეს ცელულიტი. ამიტომ აქ ადგილობრივი ინიექცია ან ლოკალური რაღაც მოყინვა ან სხვადასხვა მსგავსი მეთოდები არ გაჭრის, ისევ უბრუნდებით ფიზიკურ აქტივობას, სითხით დატვირთვას და თვითონ გაგაოცებთ მერე თქვენ ორგანიზმი, რომ იმდენ სურპრიზ და ძალიან სასიამოვნო მოვექცევით ჩვენ ორგანიზმს, ისე გვიპასუხეთ. ჯანსაღი ცხოვრების წესი ეს არის ყველასთვის არ აქვს. კვლავ მიუხედავად იმისა, რომ ბარიატრიული ქირურგიაც არსებობს დღესდღეობით სიმსუქნისას, მაინც დიეტოთერაპიას და სწორ კვებას და ფიზიკურ აქტივობას ალტერნატივა ჯერჯერობით ხო არ აქვს. თუ არის რაიმე მედიკამენტი, რის დროსაც არ არის რეკომენდებული ასეთი გასახდომი ინიექციების დანიშნა და არის აკრძალული. პირდაპირ ჩვენება თუ არსებობს. ხო, რაიმე მედიკამენტთან ერთად, კონკრეტად ქრონიკული დაავადება აქვს ადამიანს და რაიმე მედიკამენტს იღებს.
მსგავს ინექციური ესეთი შეზღუდვა არ აქვს, იმიტომ რომ ეს არ არის რაღაც ქიმიური საშუალება, ეს არის ბუნებრივად აქტიური ნივთიერება ჰორმონი, რომელიც სინთეზური ანალოგია ჩვენი ჰორმონისა, ამიტომ ესეთი ძლიერ ურთიერთკავშირში არ შედის დაუშვათ სხვა პრეპარატებთან, თუმცა არის შეზღუდვა დიაბეტურს რაღაც რიგ პრეპარატებთან ერთდროულად მათი დანიშვნა კომბინაციაში არ შეიძლება და ამას უკვე ენდოკრინოლოგი ინდივიდუალურად იმ პაციენტებს, ვისაც აქვს შაქრიანი დიაბეტი, მაგალითად ვურჩევთ და ვურჩევთ ისეთ თერაპიას, რომ თანხმდრა ესეთი ანტიდიაბეტურ პრეპარატებთან არ მოხვდეს. ძალიან დიდი მადლობა ნინო, მოგვენატრა ნამდვილად შენი რჩევები, იმიტომ რომ ყოველთვის არის ძალიან სასარგებლო